ტროტუარზე დგომის გამო ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ გამოაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟორჟოლიანს 2025 წლის 16 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე ქვეით და გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. ეს მუხლით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. ორგანიზატორის შემთხვევაში კი 20 დღემდე ვადით. ამ მუხლით საღდელდადებული პირის მიერ სამართალ დარღვევის განმეორებით ჩადენა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. სანამ ჟურნალისტ სასამართლო დარბაზში ხელბორკილს დაადებდნენ, მან სიტყვის უფლებით ისარგებლა. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა. სადღაც გარიყავით და როდესაც თქვენი არც სახელმწიფოს მებრძოლი მოხსოვთ, მაგრამ მოდელას ედახიან მაგის ხელმძღვანელია და საქართველოს პოლიციის. როდესაც ის მოვიდა და ჩვენ მიმართავდა სადღაც გარიყავით, კაფეოც კითხეთ. ეთქვა, რომელი იყო და მან მითხრა, რომ დადგინდებოდა უახლოეს დღეებში კონკრეტული ტერიტორია, სადაც დგომა ჩაითვლებოდა კანონმდებლობას და ჩვენთვის გახდებოდა ცნობილი. მართლაც ასე მოხდა, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ის წინა პერიმეტრი ითვლებოდა კანონმდებლად და ვერც ერთი კადრი ამ სამყაროში ვერ იარსებობს, რომ მიგვიდა თავად. ამიტომ ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ვამბობ, რომ მე კანონი არ დამოუღებია და რომ ეს არ იყო ჩემს მიერ გადადგმული ამის, რომ მე კანონი დავარღვია, იმიტომ რომ საჭირო დავიცი, რომელი კანონი, ეს მე მეგობრებო, დრაკონული კანონი. გადამიხდია ჯარიმა, როდესაც დაუკისრებთ, მათ შორის ბატის მაინცთვის გადამიხდია ჯარიმა. მაგრამ ეს არის ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ვერ ვიგებ, გულწრფელად ვერ ვიგებ აქ რატომ ვზივარ.